თქვენ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს 1600. რამდენ ხანია რიგში გახართ? რა ვიცი, საათი არ დამინიშია. და რატო არ იღებენ ახლა ყურძენს? არ ვიცი, აბა მე რა ვიცი. ბოლოს შევდგევარდა საერთოდ ვერ გამოვიდეო. ხანია რიგში გახართ? დიდი ხანია დაგვია, მაგრამ ჩაირთვება, გამაირთვება. რატო? არ ვიცი, გაფრთხებულია. რამდენ ხანია აქ ხართ უკვე დელოდებით? ილი რომელ საათზე მოელთ, რავი. 6 საათი. და რას გეუბნებიან? ვერავი, აბა მაგამ ვერ დავცილთ რა დილაზე. მარტო ამიტე ჩავტირი ვარ. ველოდები რომ მე მაგალითად მივიღებ ერთი 8-9 ტონა ყურძენს მივიღებ. მათ შორის ერთი 3-4 ტონა საფერავ და დანარჩენი კაწიტელი. გაჩერებულია და ვერ ავკრებ. ქარხნები კიდე აფრკოლებიან. შეფერხებები არსებობს ძალიან. აი შეფერხებები ამაიფრქვი. გლეხი ვარ შევყურებ ღმერ შარშალ მე ამოტოლასტიკი დაზარებული ვარ შარშანდელ და წელს უყურებ რომ იქნება დროით ავიღო მოსავალ რაღაცა და უყურებ რომ ტელევიზიას უყურებ რა ცხადებს ეთქვა. ცოტა აჩქარდეს ეს კარხანა რომ ყველა მივიტანოთ ერთდროულად და ჩავაბართ ერთ კვირაში ამოვკეტოთ რა. პრობლემები არის მართალია დილით უნდა იწყო მარანმა მუშაობა 6 საათზე მუშაობს მარანი ეს ვის გაუგია 76 წლისა ვარ მე არ მახსოვს ეგეთი რამე რომ მარანი არ მუშაობს როგორ შეიძლება ღამე მუშაობს რატო მუშაობს ღამე იმითი რომ ღამე უნდა მოგპარონ ყველაფერი ესე ვიღაცა ხელს უჭრის კიდე ამ ოჩნებაი აცვან გაგკეთა დიდი რამე იცოდე აცვან გაგკეთა არაფერი ვერ ვაპარებ ყურძენ. რო ცნობაო, იქაო, მიდიო, აქ მოდიო. და როცა დაეკეთა ცნობა მაშინ მაგ 6 სადაური ის არის დავკრიფო და მეორე ვირბინოთ მაიტა ცნობა მეთქვი. არა მოსავალი მოვიდა დღეს ყვალე ყოველ მოსალოდნა სეტყვა მოსალოდნენი სრაფად დავკრიფო ამ გლეხობამ ჩააბარო ამა რაჯობია. დააკონტროლო, სუყრანი დააკონტროლო. იმ ქარხნები ამდენი ქარხანა და ერთ-ერთ ქარხანა წესერთ რა მუშაობს. რა ვიცი, რატოა ჩამოდიან და რა კონტროლებენ. იქიდან იქ უნდა წაიღო, იქ რაიცუხე, რაიჩება ბიძაშვილმა, თელავში წაიღო, თელავში რა უნდა. ღამე რატომ არის რიგები? იმიტომ რომ საღამოთ ეხლა იწყობენ 5 საათზე, იწყებენ მიღებაი. და რიგები იქნება, მაგრამ იქნება. თელი დღე არ უნდა იმუშაო ქარხანა. როგორ შეიძლება, მაგრამ პატრონი არ აქვს, არა ძალახუ არ არის, რომ აბა უყურე. როგორი დამჭკრარი, ემას უკვე დრო მიდის, განა მოდის რა, ეს უკან და უკან მიდის. შეგაიგათ, ვარდე დავკრიფო, წონაც ექნება. ღუნითუნად გამოსავალი ექნება და კარგი იქნება. ეხლა ეს დამჭკნარი, ეს რა გამოიდა, არაფერი არ გამოაგლეხსათი. რას უყურე, მიიღე ოჩერედი და მე უნდა მოგცენება. როგორ დამჭკნარი, ცოდვ არ არის ეს ყურძენი. მივიღეთ მოსავალი, ვაი ვაგლახი და ეხლა კიდე მიწაში ვაფუჭებ თავსაქმე. აი და მოგხედო, მთავრობა მოგხედო და აი დაადგინო რაღაცა რომ სასწრაფოდ მიიღონ. რა იცი რომ ხვალე სერტმარ წამოიდე და არ გააფუჭოს ესა. ქალბატონო. მე გურჯანის რაიონის სოფელ ჭანდრიდანა ვარ. საფერავი მაგ დასაკრიფე და ქარხნები არ იღებენ. რატო არ იღებენ ერთი გამაგებინე. მერაბი სეფიაშვილი. გისმენ? თქვენ რომ ყურძენი დაგრიფოთ, თქვენ უნდა მიბრძანდეთ თქვენი სოფლის ზმონებულთან. ზმონებული არის საქმის კურსში, თუ რომელი სადარმო მუშაობს, რამდენ ტონა ყურძენს ჩაიბარებს და დაგაკვალიანებთ. მოგცემთ იმ სადარმოში თქვენი რიგის ნომერს, მიბრძანდეთ ჯერ თავდაპირველად თქვენი სოფლის ზმონებულთან. მაგრამ ვერაფერი ვერ გაგვიწევია, სადაც უნდა წავიდეს. მე დაუჭირთ ნება და აუწონია და ჩაუბარებია წუხეთ. დიოი.
მე იქნება არ არის ნაკავი. ო, თუ ნამცა ვიღაცა ყავ აბარებენ ნამდვილად. თუ არა და იყავი, ეგ გლეხო, ჭარჩენი მე დაკარგული. აბა, რა ხდება? საგრებულო მადამ ქარხანა ნება არ დაითავს, ესენი ცნობას არ იძლევიან. იმათ უნდა უთხრა ნება მიიცეროთ, ამათ მებრე ცნობა გაიცენ. ესენი რა შუა არიან. თვითონ ის მეღვინეები არიან ისა რომ ისინი აფრკოლებენ. ან ეკამდე ნარვლა იყვნენ მოსულები. 12 საათზე მოვლენო, 12 საათზე ველოდო, რომდე გავკრიფო მე. მოკლედ, მოხვედით სოფლის ტერიტორიულ ორგანოში, რწმუნებული არ არის ადგილზე. რწმუნებული ადგილი არ არის, რა ვინ არის რწმუნებული, რა ერთხელაც არ მინდა. რატო არ დაიყო იქ? მაგრამ ისა რა ქვია, ცნობას ვერ იღებთ თან. ვერ ვიღებ, აბა რა, გევარ იგრე, ვერ ვიღებ. ღამის 6 საათზე ქარხანთან არის რიგები მანქანების და როგორც მე ვინახე მაგან მარტეს ეს არის გამოწვეული იმით რომ ქარხანა ღამით იწყებს მუშაობას, ანუ საღამოს. დღეს რამდენიმე საკრებულოში მივედით გლეხებთან ერთად, სხვათა შორის, რომლებსაც სურდათ ეს სპეციალური ცნობების აღება, რომელიც დაახლოებით ნებართვას გავს, რომ ყურძენი მოკრიფონ და ჩააბარონ და ამ ცნობებს არ იძლევიან. გუშინ გადამუშავდა 3500 ტონა ყურძენი. ეს არის მე მგონი სარეკორდო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. 44 კომპანია ღებულობს ყურძენს. თვალის დასაწყისიდან მიიღო ყურძენი 44 კომპანია. ესე იგი ეს არაფერი შეზღუდვები ამ ცნობების გაცემაში არ არის, მაგრამ ეს რომ წავიდეს უმართავად, ასე ვთქვათ, რწმუნებულთა პირადი ინიციატივითა და პოლგარი კოორდინაციის გარეშე, აი მაშინ მართლა შეიძლება ეს ამა გამოიწვიოს ის რომ ქარხანთან გაჩნდეს რიგი. მე ვინახემ როგორ უნდა მოახერხოს ცნობის აღება. ვიღაცები ახერხებენ, ვიღაცები ვერ ახერხებენ. რა პრინციპით განისაზღვრება ეს? ისინი მიდიან სოფლის რწმუნებულთან, სოფლის რწმუნებულმა იცის, რომელი კომპანია რამდენს იღებს იმ დღის განმავლობაში და ხდება სოფლის რწმუნებულის მიერ ამ ცნობის გაცემა. და აქვს დადგენილი ლიმიტი, რამდენი უნდა გასცეს იმ დღეს? დაახლოებით იციან, რომ რამდენი უნდა გაიცეს იმ დღეს. და თუ მივიდა 20 მე ვინახე და აქედან 10 უნდა გასცეს ცნობა, რა პრინციპით კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ? არა, ეხლა იცით როგორ არის კრიტერიუმი, იმან იცის რომ უნდა გასცეს ცნობა და არა, ნუ ალბათ იმ პრინციპით რომ ვინც მივიდა ადრე, იმას აძლევს. მე მგონი ძალიან კარგად მიდის ხთველი.